გამარჯობათ, მოგესალმებით. მოგესალმები ქართული ტივის ერთგულ მაყურებელს. დღეს პარასკევია და როგორც ყოველთვის ეს გახლავთ ჩემი საავტორო გადაცემა და დღეს ჩემი სტუმრები არიან იტალიის ძალიან ღირსეული წარმომადგენლები, მწერლები, პროფესორები, პოეტები და რასაკვირველია ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის უღირსეულესი წარმომადგენელი ბატონი მუგზარ ჭიებერაშვილი, პრემია იბერიის დამაარსებელი, მისი სულისჩამდგმელი. მოგეხსენებათ, რომ სახალხო დიპლომატიას აქვს უმნიშვნელოვანესი როლი ზოგადად კონფლიქტების მოგვარების საქმეში და იმ უდიდეს საქმეში, რასაც ქვია ქართული ემიგრაციის საქართველოში დაბრუნება და თუ ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან საქართველოში ჩვენი ემიგრანტები, ჩვენი ქართული ხალხის მოვალეობა, რომ ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ ჩავიდეთ იქ, სადაც ისინი არიან, მოგესალმებით 2 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ და სწორედ ესეთი ადამიანი არის ბატონი მუგზარ ჭიებერაშვილი, რომელმაც 2013 წელს თუ არ ვცდები ჩამოაყალიბა ეს უმნიშვნელოვანესი პრემია იბერია, მანამდე მან განაახლა ასე ვთქვათ იბერია ეს როგორც გაზეთი ილია ჭავჭავაძის მოგესალმებით ეს იყო უმნიშვნელოვანესი გაზეთი საქართველოს ისტორიაში, სადაც განიხილებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პრობლემები და წინააღმდეგობები, ეროვნული ვთქვათ ბანკის მაშინ სადგომმომრიგებლო ბანკს ეძახდნენ, ხო, მაგრამ ესეთი პრობლემები მაშინ იმართებოდა, რაც დისკუსიები და სწორედ ეს გაზეთი გახდა ეროვნული სულისკვეთების ძალიან ესეთი დიდი შემკვრელი თუ შეიძლება ასე ითქვას და ძალიან მნიშვნელოვანი ესე იგი სტიმული მისცა მაშინ ქართულ ეროვნულ მოძრაობას. ამიტომ ბატონმა მუგზარ ჭიებერაშვილმა გადაწყვიტა, რომ ეს გაზეთი განაეახლებინა და თქვათ რადგან დღეს არის ეროვნული სულისკვეთების ძალიან დიდი დეფიციტი, ხშირ შემთხვევაში მან ეს მოახერხა 10 წლის წინ, დაახლოებით 2012 წელს დაარსა მან ეს გაზეთი და მე შემდგომში ამას მოყვა პრემია იბერიის დაარსება. პრემია იბერია ეს არის საერთაშორისო დონის პრემია და აქ აჯილდოებენ ადამიანებს, ხდება ქართული კულტურის, ქართული ფოლკლორის, ქართული პოეზიის, ლიტერატურის და არა მარტო მხატვრობის, ფერწერის, ხატწერების სხვადასხვა დარგის ასე ვთქვათ პოპულარიზაცია, როგორც საქართველოს შიგნით, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოგესალმებით, პირველი ეს დაჯილდოება მოხდა უკრაინაში, იყვნენ პირველად როგორც მე ვიცი და უფრო ვრცლად ბატონი მუგზარი შემდგომში ისაუბრებს, მე შემდგომში ძალიან ფართო ასე ვთქვათ მონაწილეობა მიიღო მან იტალიაში, კერძოდ მესინაში, სადაც ეს მესინა ისტორიული ქალაქი, რომელიც დაარსდა ჯერ კიდევ ძველი რომის პერიოდში, ძველი სათავისუფლების 4 საუკუნეს ითვლის და მოგესალმებით, რომ პრემია იბერიის ასე ვთქვათ ეგიდით იქ არის სახელმწიფო პროგრამაში იღებს მონაწილეობას, ეს არის კულტურული ცენტრი იტალიის, თუ შეიძლება ასე ითქვას და სწორედ აქ წარმოდგა ძალიან ღირსეულად, ძალიან ასე ამაყად ქართული ეს იბერია, პრემია იბერია და ასე ვთქვათ აჯილდოებს არა მარტო ქართველებს, არამედ თვითონ ადგილობრივ კულტურის და ხელოვნების წარმომადგენლებს. ეს არის მეგობრებო ორმხრივი ასე იგი მონაწილეობა. თქვენ არ გეგონოთ, რომ რაღაცნაირად იტალია ჩვენ თქვათ მარტო რაღაცნაირად იქ გაგვაქვს და პირიქით ისინიც მოდიან საქართველოში, ისინიც ხებულობენ საქართველ თქვათ ღონისძიებებში მონაწილეობას, მათაც აჯილდოებს პრემია იბერია გარკვეული ასე ვთქვათ სახის ჯილდოებით ასევე და ეს ძალიან ასე ვთქვათ ორმხრივი პროცესია. მოგესალმებით, კულტურას და ხელოვნებას სჭირდება მუდმივი განვითარება, მუდმივი მუშაობა და თქვათ ეს არის მისასალმებელი, როდესაც ორ ქვეყანას შორის არა პოლიტიკოსები აბავენ ეს ურთიერთობას, ღრმა ურთიერთობა, არამედ თვითონ სახალხო დიპლომატიით ხდება ეს დაახლოება. ეს იყო ჩემი შესავალი სიტყვა, მე მინდა გადავიდე შეგეთქვით ბატონ მუგზარ ჭიებერაშვილთან, პრემია იბერიის
დამფუძნებელ დამაარსებელთან, ძალიან საამაყო ქართველთან, რომელიც ბეჭდშედგმული ქართველი არის და რომელიც თქვა დღე-დღე ფიქრობს ემიგრაციაზე, ფიქრობს საქართველოზე. აუცილებლად ვახსენო ჩვენი უწმინდესის თანამონაწილეობა პირდაპირ მნიშვნელობით ამ პროექტში, მისი ლოცვა კურთხევით განხორციელდა ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ბატონმა მუგზარმა გადადგა და ბატონო მუგზარ პირველ რიგში უღრმესი მადლობა ჩემს გადაცემაში მოგზაურებისთვის, უღრმესი მადლობა იმ ღვაწლისთვის, რომელიც თქვენ გაწიეთ საქართველოსთვის, ქართული კულტურისთვის, ქართული ხელოვნებისთვის, ქრისტიანობისთვის პირდაპირ მნიშვნელობით და აი რა სიტყვით დღეს მე ვიცი რომ რამდენიმე ხნის წინ მქონდა თქვენ დაჯილდოება პრემიერი ვირის ეგრეთ მოეწყო კიდევ ერთი საერთაშორისო ესე იგი პრემია კონკურსი სადაც დააჯილდოვეთ როგორც იტალიის წარმომადგენლები ასევე ქართველები და აი დღეს როგორი მდგომარეობა ამ მხრივ ანუ არის თუ არა შეწყობა თქვათ სახელმწიფო მხრიდან სახალხო ხარდაჭერა ვიცი რომ გაქვთ და აი ერთ-ერთი სიტყვით ამ თემაზე რომ გვესაუბროთ. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ, მივესალმებით თქვენ ტელემაყურებელს, ვიათ საქართველოს და რა თქმა უნდა როგორც წესი უსურვებთ მსოფლიოს მშვიდობას პირველ რიგში. მადლობა თქვენი დათმობილი ეთერისთვის, მადლობა თქვენი შრომისთვის და ყველაზე მთავარი ნაწილი არის ალბათ რომ ისე ამაღლებულად წარადგინეთ ჩვენი მსმენელი და მაყურებელი წინაშე პრემიერია და თითოეული ჩვენთაგანი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა. შესაბამისად ჩვენ პრემია ივერიისთვის შესაბამისად ჩვენ პრემია ივერიისთვის გვაქვს როგორც წესი ყოველი წლის 3 მარტი დაჯილდოება და ალბათ ჯობია იქიდან დავიწყოთ რომ ჯერ კიდევ 2013 წლიდან ეს თარიღი არის უცვლელი მსმენელს და მაყურებელს შევახსენებ იმას რომ რატომ 3 მარტი იმიტომ რომ ილია ჭავჭავაძემ გაზეთი ივერია პირველად გამოსცა 1877 წლის 3 მარტს და ეს არის ის თარიღი რომელიც თარიღიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას როგორც თქვენ ახსენეთ ზევით ეს პერიოდი არის ქართული ცნობიერების პოლიტიკური აზროვნების ქართული საზოგადოებრივი მოღვაწეების მათ შორის იმ დიდი კლასიკოსების წარმომჩენი გაზეთი და საბოლოო ჯამში თუ შეიძლება ითქვას გაზეთი რომელმაც საქართველოს არსებობა ერთგვარად განსაზღვრა და მოიტანა დღემდე ზუსტად ივერიით რამე თუ ვიცით რომ ჯერ კიდევ მაშინ რუსეთის იმპერიის ხელისუფლების დროს საქართველოში სიტყვა საქართველო და გრუზია ასე ვთქვათ იკრძალებოდა და ილია ჭავჭავაძემ როგორც ზარმაზარმა სიბრძნემ და დღეს უკვე წმინდანად შერაცხულმა ძალიან ისეთი ლამაზი გამოსავალი იყო ამ შემთხვევაში და გაზეთს დაარქვა ივერია რომელიც არის ძველი საქართველო ამას აღარ განვართობ ჩვენი ხელშეწყობა მთავარი არის ის რომ ბატონო ნიკოლოზ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არასოდეს არ მოგვითხოვია ხელშეწყობა ვინ მიუხედავად იმისა მაგრამ არის რაღაც გარკვეული ხელშეწყობები რა თქმა უნდა ხელი შეშლა არ ქონია არასოდეს ამის ხაზგასმით აღნიშნა შემილია თუნდაც ის ნიშნავს თუნდაც ერთი დეტალი არის ის რომ ჩვენ გუშინ წინ შევხვდით საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ლადო კახაძეს აი ეს დელეგაცია უფრო ფართო მასშტაბით იყო წარმოადგენილი იყვნენ რუმინელები, უნგრელები, სომხები რა თქმა უნდა თავისთავად ცხადია იტალიელები და ქართველებიც და თუ შეიძლება ითქვას რომ ეს არის ერთგვარი მნიშვნელობა იმისი რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერილი არის იმ დონეზე რა დონეზეც იდეას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რაც შეეხება დანარჩენს უკვე ამ შემთხვევაში ერთადერთი არის ჩვენი უმთავრესი საყრდენი, როდესაც მეკითხებიან როგორ შეძელია ამდენი წლის განმავლობაში პრემიერის შენარჩუნება და ასე დაამრიგად რაღაც გარკვეულ დონეზე განვითარება და მაღლა აყვანა ეს არის ცალსახა და აბსოლუტურად გადამწყვეტი ყველა აი ამ საკითხის რომ ვეუბნები ყველას ეს არის მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევა სრულიად საკმარისი არის იმისთვის რომ ძალა და უფლება და ასე ვთქვათ შესაძლებლობა გქონდეს იმისთვის რომ საქმე განახორციელო არა მარტო განახორციელო არამედ გაუძღვი ამას თავიდან ბოლომდე იყო ძალიან ბევრი პრობლემა თავიდან იყო განსხვავებული აზრები არასოდეს არ მოვრიდებიათ კრიტიკის მიღება ცხადია და ზუსტად აი ამ კრიტიკის მიღებამ და ჩვენმა გახსნილობამ ჩვენი პროექტის გახსნილობამ და ყველაფერმა იმან რასაც ჩვენ საზოგადოება გვეკითხებოდა და თუ შეიძლება ითქვას რაღაც გარკვეული კრიტიკა შემოდიოდა ჩვენთან ყოველთვის ითვალისწინებით ამას ზუსტად ეს იყო ჩვენი განვითარების გზა და მნიშვნელოვანი ეტაპი იმისთვის რომ დღემდე მოსულიყავით და როგორც ახსენეთ ახლა ჩვენ ეს იყო გასული წლის აღმაფრთოვანებელი დაგვირგვინება იყო ის რომ
ჯერ კიდევ ნეაპოლში ჩვენი პრემია ივერიის მეოთხე დაჯილდოების არის იტალიაში რიგით მეოთხე, მაგრამ სინამდვილეში უკვე მეხუთე. ეს იყო 2024 წლის მატერიდან დაწყებული, ამას ალბათ ცალკე მე განვიხილავთ. ნეაპოლში იყო ჩამომბრძანებული ქალაქ მატერას მერის პირადი მრჩეველი პავლო გრეკო, რომელმაც მითხრა, რომ შესაძლებელია 2026 წლიდან პრემია ივერია შევიდეს ქალაქ მატერას კულტურული ღონისძიებების ნუსხაში, როგორც ერთ-ერთი მემკვიდრეობითი ნაწილი და თქვენ წარმოიდგინეთ, ეს იყო ალბათ ის ნაბიჯი, რომელმა ნაბიჯმა ცოტა უფრო დააჩქარა, ვინაიდან როდესაც ეს საკითხი ქალაქის მერიაში დადგა, რატომღაც გადაწყვიტეს მერიაში, რომ რატომ 2026 წელს და რატომ არა ახლავე. და ამიტომ მადლობა იტალიელებს, მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც აი ამაში უზარმაზარი წვლილი ჩადეს. ეს არის იგივე რენატო ფესტა, ჩვენი უახლოესი მეგობარი და თუ შეიძლება ითქვას ჩვენი ელჩი აბსოლუტურად იტალიაში. რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფრის დამსახურება ეკუთვნის გაბატონ თამარ კაკაურიძეს, იმიტომ რომ რომა რაის ის არის იტალიაში ოფიციალური წარმომადგენელი პრემია ივერიისა და შესაბამისად აი ახლა აი ამ ყველაფერმა ერთმა დიდმა რგოლმა და დიდმა ოჯახურმა მუშაობამ მოგცა ის რომ დაჩქარდა ზუსტად ის ეტაპი რომ არა 2026 წელს არამედ 2025 წელს დეკემბრის თვეში სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იყო ჩამოსული ისევე როგორც გასულ წლებში ქალაქ მატერაში, რადგან ქალაქი მატერა იტალიაში ეს არის ადგილი რომელიც არის ევროპის კულტურის დედაქალაქი და წარმოიდგინეთ ესეთი კულტურის ესეთი მაღალი დონის რანგირების მქონე ქალაქი, როდესაც შენ გიწევს მის საქალაქო ღონისძიებაში როგორც ოფიციალურ მონაწილეს ეს ვფიქრობ ჩვენი პრემიისთვის ერთ-ერთი ესეთი უმთავრესი გამარჯვება არის და ევროპაში თუ შეიძლება ითქვას რომ ყველა ქვეყანაში კარის გახსნას ნიშნავს, ამიტომ რა თქმა უნდა მადლობა ქალაქის მერიას და მერს ცხადია. შესაბამისად აი ამ ყველაფერმა მოგვიყვანა აქამდე რომ დღეს საქართველოს ამ წლის 3 მარტს რეალურად 7 ქვეყანა იყო ჩართული, ეს არის როგორც წარმოადგენელი აქ იტალია, იყო უკრაინა, სომხეთი, რუმინეთი, უნგრეთი, მათ შორის ინდოეთი და არ ვიცი ეს ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ქვეყნები არის ყველა ჩვენთვის, მათ შორის უმეტესობა არის ევროპული ნაწილი და ძალიან კარგად აღნიშნეთ თქვენ თავიდანვე რომ ჩვენ მარტო ჩვენი კულტურა არ გაგვაქვს და ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას არ ვეწევით. ცხადია, მათი კულტურის შემოტანა გვინდა იმ კულტურის ნაწილისა, რომელიც ჩვენთვის მენტალურად და შინაარსობრივად არის მისაღებია, თუნდაც აქ წარმოდგენილი არის ორი პროფესორი, ბატონი სანტინო მალარა და ბატონი გვიდო პერბოლი. ეს ადამიანები არიან სამეცნიერო ხარისხით აღმატებულნი, არიან დაჯილდოებული, არიან პროფესორები და აი ეს ყველაფერი ხაზს უსვამს პრემია ივერიის ასე ვთქვათ მაღალ დონეზე, ვინაიდან ესე რაღაც არ მინდა ხაზგასმით თქვა, მაგრამ ჩვენი პრემია ივერიის ხარისხით იზრდება ზუსტად მათი შემწეობით. იგივე ალესანდრო რუსო, რომელიც იტალიაში ძალიან ცნობილი მწერალია და პოეტია, რომელმაც ძალიან დიდი მნიშვნელობა და ისეთი გზა შეძინა ჩვენ პრემიას. შესაბამისად, აი ამ ყველაფერზე ხო უზარმაზარი ღვაწლი ჩადო, ბარემ აი ამ ჩემს მოკლე სიტყვაში ჩავეტე, ვინაიდან მე მირჩევია, მე სტუმრებს გადავწყვეტ ესტაფეტა და მათი საუბრონ პრემია ივერიაზე, საკუთარ თავზე, საკუთარ შემოქმედებაზე, იმაზე თუ რა შთაბეჭდილებებით ბრუნდებიან საქართველოსთან. არ მინდა რომ ხაზგასმის გარეშე აღვნიშნო, ეს არის ლეონიდე ედისიონე, ანუ გამომცემლობა ლეონიდე, მისი ხელმძღვანელი არის დომენიკო პოლიტო, რომელმაც გასულ წელს ორჯერ გვიმასპინძლა რეჯო კალაბრიაში, ეს უზარმაზარი სამხრეთ ულამაზესი სამხრეთ იტალიის ქალაქი, რომელიც უძველესია და საოცარი ტრადიციებით თქვენც იყავით აი ამ ლამაზი ღონისძიებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე და აი ზუსტად დომენიკო პოლიტომ გააკეთა ის, რომ ჩვენ იქ სრულიად მისთვის სრულიად უცხო ადამიანები გაგვიყვანა ტელევიზიაში, გაგვიყვანა რადიოში, გაგვიყვანა პრესკონფერენციები, გაგვიმართა წიგნის პრეზენტაციები და აი ამ ყველაფერმა კიდევ ერთხელ მაღალ საფეხურზე დაგვაყენა. აი ამ ყველაფერში ისე არ მინდა ვინმე გამოუშვეს და გული ვატკინო, რა თქმა უნდა რეჯო კალაბრიის წარმომადგენლობა არის ქაბატონი ხათუნა და მისი გუნდი, ბარის წარმომადგენლობა არის ქაბატონი ფიგრია კუჭოხიძე, აი ზუსტად და ნეაპოლის წარმომადგენლობა არის ქაბატონი ლაურა სარალიძე, რომლების არც მეტი არც ნაკლები ძალისხმევით, რომლებიც ძალიან დიდი შრომის საფასურად, იმიტომ რომ ემიგრაციაში ყოფნა და პლუს მუშაობა იმაზე გარე საქმეზე, გარე პროექტებზე, ჩართულობა არის ძალიან რთული. ვინაიდან ეს ადამიანები ვინმე თუ არ იცის, იმედია დღეიდან უკვე ეცოდინებათ ის, რომ ეს ადამიანები 24 საათი შრომობენ იმისთვის, რომ რისთვისაც წავიდნენ ის გააკეთონ. მათ თავისი წილი საქართველოს შეინახონ და გადაარჩინონ. ეს ძალიან დიდი ღვაწლი არის და მიუხედავად ამისა, იმ 24 საათიანი მუშაობის დროს კიდევ ერთ დამატებით 24 საათს მუშაობენ პრემია ივერიის, რომ
გამომართოთ ჩვენი ღონისძიება, დაჯილდოება იყოს ეს ყველაფერი გრანდიოზული, ახლა წარმოიდგინეთ მე-16 საუკუნის სამეფო სასახლეში გაგვიმართეს ღონისძიება და ეს არის ზუსტად ალესანდრო რუსოს დამსახურება ჩვენი მეგობრის და პოეტის. ზუსტად ამ დონეზე კეთდება ჩვენი ღონისძიებები და ყველა მათგანს როგორც ქართველ ემიგრანტებს გვარების და სახელების ჩამოთვლა ძალიან შორს წამიყვანს და უხერხულობა შემიქმნის ვინაიდან გამორჩება ვიღაც აუცილებლად და რა თქმა უნდა იმ იტალიელი მეგობრების მხარდაჭერა რომელიც არ ვიცი ალბათ ესე მართლა თვისობრივად გვავართ ერთმანეთს ქართველები და იტალიელები და პლუს ამას იმდენად შეგვიყვარა პრემია ივერია იტალიამ და სხვა ევროპულმა ქვეყნებმაც რომ მადლობის მეტი მართლა არაფერი არ გვეთქმის და რა თქმა უნდა მათ ველოდებით ყოველთვის საქართველოში გულღიად გახსნილად და ქართული სტუმართმოყვარეობით რომელიც ჩვენ ძალიან კარგად გვჩვევია. ძალიან დიდი მადლობა ესეთი ფსლად მიმოიხილეთ თქვენი მოღვაწეობა და მეგობრებო ჩემო თანამემამულენო აი სწორედ ეს არის ქართული საქმე მე მინდოდა უბრალოდ ძალიან დიდი დაფასება მქონოდა სწორედ ესეთი პიროვნების მიმართ რომელიც ასე ვთქვათ ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ქართული კულტურა, ქართული ტრადიციები, ქართული ხელოვნება ქართული ესე სულისკვეთება არა მარტო საქართველოში, არამედ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიტანოს და მოგეხსენებათ როგორ საჭიროებს ჩვენი თანამემამულეების საზოგადოებით ყურადღებას. როგორ თქვათ უნდათ მათ აი ეს რაღაცა სიტყვა ქართული. მოგეხსენებათ რომ ბევრმა ბავშვმა იქ მცხოვრებმა ქართულიც კი არიციან და მე ხშირად მithქვამს რომ აი დიდი პატრიოტობა და დიდი მამულიშვილობა სწორედ ისაც იქნება რომ ქართულს როცა ასწავლის შვილს წერა კითხვა რო ეცოდინება ქართულად და ქართულად გამარჯვების თქმა და არა მარტო ჩვეულებრივ წიგნებსაც წაიკითხავს და სრულფასოვნად ეცოდინება ქართული აი ეს არის უდიდესი პატრიოტობა და უდიდესი მამულიშვილობა და სწორედ ამ უდიდეს პროცესს საქართველოსთვის უდიდეს პროცესს უწყობს ხელს პრემია ივერია მისი დამაარსებელი და დღეს ჩვენთან სტუმრად არის პრემია ივერიის წარმომადგენელი და შესანიშნავი პოეტი თარჯიმანი ასევე ჩვენ დაგვეხმარება დღეს რომ დავამყაროთ სრულფასოვანი კომუნიკაცია ჩვენს პროფესორებთან, იტალიელებთან, ძალიან ხილისეულ ადამიანებთან. ბატონო თამარო, მინდა გამოვიდე კითხვით. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ამ ხელა საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ იტალიაში პრემია ივერიის ეგიდით და აი საკვირაო სკოლებზე მინდა გკითხოთ, ანუ როგორ მიმდინარეობს, თქვათ, რამდენად ინტენსიურია ეს ამ ორგანიზაცია, ამ სკოლების საქმიანობა და თქვათ, როგორ ერთვებიან ბავშვები, რამდენად გამოხატავენ სურვილს ამ სკოლებში მოღვაწეობის და ასე შემდეგ. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. მივესალმებით სრულიად საქართველოს. წარმოგიდგენთ ჩემ თავს, მე გახლავართ თამარი კაკაურიძე, პრემია ივერიის წარმომადგენელი იტალიაში და ძალიან საინტერესო თემას შეეხეთ. ქალაქ ბარიში არის საკვირაო სკოლა იმედი, რომელიც დააფუძნა ქალბატონმა ცინარი ღვალაძემ. და შემდეგ საკვირაო სკოლა გახსნა რეჯო კალაბრიაში ქალბატონმა ხათუნა ქარაიამ. ეს იყო ძალიან დიდი საქმე, იმიტომ რომ ქართველ ბავშვებს რომლებიც დაიბადნენ იტალიაში და სამწუხაროდ უჭირთ ქართულად მეტყველება, წერა, კითხვა და ასე შემდეგ, ისინი გულმოდგინედ ასწავლიან, უანგაროდ ასწავლიან, ასევე მინდა რომ ხაზგასმით ავღნიშნო ქალაქ რეჯო კალაბრიაში ქალბატონმა ხათუნა ქარაიამ ბატონო კონსტანტინე გამსახურდიას მეშვეობით დახმარებით გახსნა ქართული ბიბლიოთეკა. პრეზენტაციაზე მიწვეულები ვიყავით, წარმომადგენლები და ეს ძალიან დიდი ქართული საქმე გაკეთდა. ასე რომ ძალიან მადლობა კიდევ ვეკითხავ თქვენთან კითხვები. აი წარმოგიდგენთ ძვირფასო თანამოყრობლებო რამხელა მნიშვნელობა აქვს აი ესეთ ასე ვთქვათ მოღვაწეობას და ესეთ ვიზიტებს უკიდურეს სამხრეთში იტალიაში რეჯო კალაბრია არის სიცილიასთან ნუ ზღვაყობს და იმის იქით უკვე ვთქვათ იტალია მთავრდება და აი სწორედ ამ უკიდურეს სამხრეთში იტალიაში იხსნება ქართული ბიბლიოთეკა. ეს რამდენად ქართული საქმეა და რომ ათასობით ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს ამ რეგიონში, სწორედ ამ რეგიონში. მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი იტალიელი სტუმრები, რომლებიც დიდი ხანია გვიცდიან თავიანთ ასე თქვა რიგს სანტინო მალარა
ეს არის ფრანგული წარმოშობის, მაგრამ იტალიის მოქალაქე წარმოადგენს დღეს იტალიას. ბატონო სანტინო, როგორი შთაბეჭდილება გაქვთ საქართველოში მოღვაწეობის, ვთქვათ, ჩამობრძანების, გარკვეულწილად ეს მოღვაწეობაც არის, ხო, აქ რომ ხართ და გარკვეულწილად თქვენს ქვეყანას, თქვენს მშობლიურ სამშობლოს რაღაცნაირად წარმოადგენთ აქ და როგორ ფიქრობთ საქართველოსა და იტალიას შორის როგორ არის ეს კულტურული სიახლოვე? თუ შეიძლება გადავუთარგმნით და მაგით. Oggi questa viaggio voi presentati Italia. Che pensi per la Giorgiani, per ospitalità, per tutto? Allora, buonasera a tutti, buonasera telespettatori. Io sono molto felice di essere qua, di condividere questi momenti con voi. Ho scoperto un paese che ha una geografia meravigliosa, un po' freddo, non mi aspettavo la neve, ma ho scoperto pure una bella storia. ძალიან მოხარული არის რომ ის ჩამოვიდა სტუმრად საქართველოში, გაეცნო საქართველოს კულტურას, ქართველებმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვეს მასზე და კიდევ გაეცნო ქართულ კულტურას. აუცილებლად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რომ მე არა ვარ ოფიციალურად აკრედიტირებული თარჯიმანი, მე უბრალოდ შევისწავლე იტალიური ენა და შეძლებს დაგვარად მოგვიტევოს იტალიად მცოდნეებმა თუ რაიმე შეცდომა გაგვეპარება, მაგრამ შეძლებს დაგვარად. ძალიან დიდი მადლობა, მე მინდა გადავიდე ალექსანდრო. Eppure possiamo aggiungere un popolo che ha il senso dell'ospitalità. ამატებს იმას, რომ აი ხაზგასმით აღნიშნავს ჩვენს სტუმართ მოყვარეობას. წიგნზე Che era sacrolia? Sì. La libro, che libro voi presentate? Sì. Allora, prima è un onore partecipare al premio Eviria, se pronuncio bene, ed essere selezionato per questo premio è molto bello. E ho scoperto il posto che la Georgia dà alla letteratura straniera. მე გავეცანი ქართულ ლიტერატურას, მიესალმება პრემია ივერიას და აი ამაყი არის იმით, რომ ის არის პრემია ივერიის მონაწილე. E in questo scambio che le culture si arricchiscono. და ეს კულტურის გაცვლა ძალიან გვაძლევს გვამბრავალფეროვნებს. Io sono venuto con un libro, ma partirò con tanti ricordi che ho fretta di raccontare a tutti i miei amici. მე მოვედი წიგნით და უნდა სურს რომ წარმოგიდგინოთ მისი წიგნი. Che bottom. Sì, allora il libro Tarantola è una storia di giovani, di ragazzi che si amano e che il matrimonio sarà difficile. ეს წიგნი არის ახალგაზრდებზე დაწერილი, რომლებსაც უნდათ დაქორწინება. Una domanda, perché questo libro nome Tarantola? Il nome Tarantola. Allora, la Tarantola è una leggenda nel sud dell'Italia, è un ragno che punge e per guarire bisogna ballare. აღნიშნავს რომ ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ ტარანტელა ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი იტალიური ხალხური ცეკვა და არის ესეთი ლეგენდა რომ არის ობობა რომელსაც ტარანტოლა ქვია და ჩვენთან ლეგენდა დადისო თუ ეს ობობა გიკბენსო მთელი ღამე უნდა იცეკვო რომ აი აზრს გაკარგინებს და მთელი ღამე უნდა იცეკვო შხამი აზრს გაკარგინებს ლეგენდა არის მთელი ღამე უნდა იცეკვო რომ აზრი დაგიბრუნდესო ანუ რომ გადარჩე Allora nel romanzo ci sono i cattivi
e i cattivi sono il ragno, la tarantola, e i giovani ragazzi dovranno lottare con la solidarietà di altri giovani per poter liberarsi dalla tarantola, cioè dalla società. ანუ აღნიშნავს რომ წიგნში აღწერილი არის ცუდი ადამიანებიც და კარგი ადამიანებიც და ძირითადად თემა ეს არის ხაზგასმა არის რომ აი ეს ამ ობობას შხამიან ობობას აკავშირებს ცუდ ადამიანებს perché pensiamo che l'amore è una cosa intima, una cosa personale, ma l'amore è una questione pubblica pure. რომ სიყვარული არის პირადი, სიყვარული არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე ეხება საზოგადოებასაც. მირჩევ მას კიდევ საშუალებას, რომ წიგნზე ისაუბროს, უბრალოდ გადავიდეთ სხვა სტუმრებთანაც, იმიტომ რომ ჩვენ დროში ცოტა შეზღუდულები ვართ. ბატონ ნიკოლას, თქვენ კომპეტენციაში არ ვიჭრებით ხადია, მაგრამ ალბათ ჯენტლმენობა ქალბატონს გადავწყვეტ, იმიტომ რომ თან სხვა შორის ძალიან სპეციფიური ისტორია აქვს ამ ქალბატონს, მან ძალიან ახლო პერიოდის წინ დაამარცხა სიმსივნე და ის არის კინოსცენარისტი და რომელიც ძალიან ცნობილ რეჟისორებთან და კინო მსახიობებთან თანამშრომლობს, ეს ქალბატონი რობერტა მორმანდო თუ შეიძლება. ძალიან ისეთი ულამაზესი ქალბატონი, რომელიც ჩამოვიდა იტალიიდან საქართველოში და ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა საქართველოში და თუ შეიძლება ერთი ორი სიტყვით რომ sono contenti come voi venuti la Giorgia e parlate per voi. Sono molto onorata di essere stata ospite del premio Iberia e ძალიან ბედნიერი არის რომ პრემია იბერიის სტუმარი არის, ამაყი არის. Non ci si sente ospiti, ci si sente in famiglia quando si viene accolti. Ho portato il mio libro che si chiama prima di tutto presentare per giusto, favore. Hai ragione. Sono Roberta Mormando e sono una sceneggiatrice cinematografica e vengo dalla Puglia, da Taranto nello specifico, e ringrazio il mio editore per avermi dato anche l'occasione di essere qui con voi. არის ქალბატონი არის სცენარისტი, არის მწერალი და ასევე მე როგორც გავიცანი ქალბატონი რობერტა საკმაოდ კარგ ლექსებს წერს, არის ასევე პოეტი და დღეს წარმოგიდგენთ თავის წიგნს. Come si chiama questo libro? Il libro si chiama Il piacere è tutto il mio. È il mio quarto romanzo. È una storia che parla di dolore. La protagonista scopre di avere una malattia, un male incurabile, e da quel momento decide di pianificare e organizzare la vita di tutte le persone che ha intorno senza parlare della sua malattia. ეს წიგნი არის ქალის ტკივილის შესახებ, რომელსაც შეეყარა განუკურნებელი სენი და ის გადართული არის იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდეს ამ სენს და აი მის ირგვლივ მყოფი ადამიანები როგორ ჩაერთვებიან ამ გამკლავებაში და ჩვენ რაღაც გარკვეულად ვისაუბრეთ ამ წიგნის შესახებ და ესეთი რაღაც აღნიშნა ქალბატონმა რობერტამ, რომ ამ წიგნის მთავარი გმირი ცდილობს, რომ აი როდესაც გაიგებს, რომ ეს სცენი არის განუკურნებელი უკვე მობილიზებული არის იმისათვის, მისი საყვარელი ადამიანები იზრუნოს მის საყვარელ ადამიანებზე, რომ ის როდესაც აღარ იქნება, მისი საყვარელი ადამიანები უკვე ძალიან სწორ გზაზე დააყენოს და ძალიან კარგად იყვნენ. ჩვენ ეს წინასწარ გქონდა ამ თემაზე საუბარი, უკვე როდესაც მან წიგნის პრეზენტაცია გააკეთა წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პრემია იბერია. მინდა თქვა, რომ ჩვენი იტალიელი სტუმრები ყვებიან თავიანთ შემოქმედებაზე, თავიანთ წიგნებზე და მინდა ვთხოვ ამ ულამაზეს
ხალბატონს რომ ერთი ლექსი თავის შემოქმედებიდან თუ შეიძლება გააჟღეროს ჩვენ ჩემეთებიდან ძალიან ბედნიერი ვიქნებით ეს lui sta contento tu può leggere poesia tua poesia proprio E ce l'ho sul cellulare. e le fonci Qui ce l'ho qui, ok, solo che non vedo bene, benissimo. È una poesia che fa da prefazione al libro ed è una poesia che ho scritto in memoria di mia madre. დედის ხსოვნას ეძღვნება ეს ლექსი. Resta di te un'immagine immobile, il tuo sguardo di gelosi segreti baluardo, sono emozionata, attitudine a custodirli in silenzio. Resta di te una parola, invocazione ultima di possibilità antonima, rimpianto perenne, non lascia indenne. Resta di te è carne e sangue mescolati a lacrime e per metà al Padre. Di questa carne e di questo sangue mio. ძალიან ემოციური არის. ეს არის აი მუსიკა, თქვენ ეს ლექსი იყო მუსიკა, ბგერების. Questa poesia come musica sentiva. Comunque non conoscono lingua, no. ძალიან დიდი კივილი იდო თითქოს აქ და ძალიან დიდი სევდა და ძალიან დიდი რაღაცნაირად ეს გრძნობებით გაჯერებული იყო მთლიანად ლექსი. Signora Roberta, noi a Matera abita una traduttrice, propria traduttrice di premio Iverio Manana Tapatadze. Io faccio preghiere lei fare traduci questa poesia Giorgiano lingua e faccio spiegare a tutti. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გადავიდე შეკითხვით ალექსანდრო რუსოსთან, რომელიც ასე ვთქვათ დღეს ჩვენი სტუმარი არის. აი თქვენი შთაბეჭდება საქართველოში მოგზაურობის და ვთქვათ როგორ შეიძლება ვთქვათ შეაფასოთ დღეს ქართული კულტურა, როგორ შეადარებდით იტალიურ კულტურასთან და აი ერთი ორი სიტყვით რომ ამ თემაზე გითხრათ თუ შეიძლება. Salutato e spiegare un po' viaggio alla Georgia e che differenza e che collegamento cultura di georgiano e cultura di italiano. Sì, per me questa è la seconda volta che ho il piacere di venire al premio Iveria. L'anno scorso sono stato უკვე მეორე არის საქართველოში სტუმრად, შარშანაც პრემია ივერია სტუმრობდა და წელსაც პრემია ივერიის სტუმარი. Devo dire che ogni volta è una sorpresa, questo è il bello. Io fino all'anno scorso conoscevo la Georgia solo per gli studi, magari degli studi classici, la Colchide, gli Argonauti. E invece poi ho scoperto tantissime cose bellissime, tra l'altro la lingua, ho iniziato solo a studiare la lingua georgiana. È molto difficile, è una lingua meravigliosa, tra l'alfabeto georgiano è stato dichiarato patrimonio mondiale dell'UNESCO. აღნიშნავს და იცის რომ ქართული ალფაბეტი არის იუნესკოს დაცვაში შესული და ძალიან დიდი სურვილი აქვს რომ ეს ენა შეისწავლოს. თქვა რომ როდესაც ის პირველად ჩამოვიდა საქართველოში ნაწილობრივ გაეცნო ისტორიებს, არგონავტები ახსენა, მაგრამ უკვე შემდეგ ჩამოსვლაზე ძალიან დიდი შთაბეჭდილებების არის. ეს არის საოცარი ქვეყანა ამბობს. E poi dopo diciamo ho iniziato anche a leggere per ora ancora in italiano, non in georgiano, ovviamente i grandi autori poeti da Rustaveli, che è un po' il padre della Ciacciavase, Pshavela,
veramente sono rimasto folgorato per la profondità, lo spessore. Vajapshavela, Rustaveli, e tu già traduci italiano in lingua, tu puoi leggere? No, perciò ti dico, non sono ancora in grado di leggerli in georgiano. Spero un giorno di riuscire perché poi traduci. No, perché quello che ti voglio dire, la poesia, cioè faccio questo discorso perché la poesia, dal mio punto di vista, andrebbe letta sempre nella lingua madre, diciamo, perché nel passaggio poi da una lingua all'altra si perde tantissimo. Poesia, აღნიშნავს რომ poesia არის მშობლიური ენა ყველასათვის, ანუ პოეზია ეს არის ენა ყველა ერისათვის, ეროვნებისათვის. Perché è una questione proprio di sfumatura, mentre il romanzo, diciamo, avendo più aria nella scrittura, lì puoi anche, diciamo, non saltare una parola, ma nella poesia è essenziale, una parola in più, una parola in meno ti cambia tutto. Quindi perciò spero non dico l'anno prossimo, ma fra qualche anno di poter leggere anche questi. ფიქრობ რომ მომავალი წლისათვის უკვე შეიძლება წავიკითხო კიდეც ქართულად. მიესალმებით ქართული ენის შეიძლება ფიქრობ ამბობს ხოლმე რომ ნახე ქართველი ვარ და ამბობს რომ მეგრელი ვარ, იმიტომ რომ წარე უყვარს. ძალიან კარგი. აი როგორ განან იტალიელები ესე იგი ქართველებს რა, ანუ თუნდაც თუმართ მოყარეობით, მეგობრო მე 9 წელს ბედნიერება პრემიერ ივერიასთან ჯოკოლაბრიაში სტუმრობის იქ დაგხვდნენ ადამიანები, რომლებმაც მართლა ძალიან ღირსეული მასმიზლობა გაგვიწიეს არა მარტო ქართველებმა, არამედ თვითონ ადგილობრივმა იტალიელებმა. მე გაუცებული დავრჩი აი ორი ერის ასეთი დიდი მსგავსების, როგორც ტრადიციის, ისე აი ეს რაღაცა ის შინაგანი ქარცეცხლი, ტემპერამენტი, სპატაშორის ბატონო ნიკოლოზ. ხა ეს ძალიან დიდი მსგავსებაა ჩვენ და ეს უფრო დიდი ხელშემწყობი იქნება ჩვენი მეგობრობისამე და გადავიდე შეკითხვით და დავუთმო მას დრო პროფესორი გვიდო პერბოლი, რომელიც ვთქვათ არის პოეტი, არის მწერალი, მან წიგნიც გამოსცა, მე მინდა წარმოგიდგენოთ ეს წიგნი და მას თხოვო რა შთაბეჭდილება აქვს საქართველოში ასე ვთქვათ ამ ვიზიტისთან მიმართებაში რომ ისაუბროს და რაღაცნაირად შეადაროს ქართული კულტურა და იტალიური კულტურა, აი რა სხვაობა, რა ვთქვათ საერთო აქვს და მე თავის შემოქმედებაზეც ასაკურველია უკითხავ. Presentato lui a te e stesso domanda che pensi per la Georgia, per premio Everio, spiega tutto. Da მინდა აღნიშნო რომ e presentate pure. მინდა აღნიშნო რომ წიგნს ქვია Storia di carta, ქაღალდების ისტორია. ძალიან საინტერესო შორის ამ გადაცემა დაიწყებოდა თქვენ მითხარით რომ აუცილებლად წარდგეს გააჟღერე ეს სახელწოდებაზე ქაღალდების ისტორია. ქაღალდების ისტორია, წარმოგიდგენთ რა საინტერესო სათაური რატო დაარქვა ეს სათაური რა დევს ამის. Prima presenta e dopo spiega per favore perché tu proprio scelto questo nome, Storia di carta. Buonasera a tutte e a tutti, grazie per questa opportunità. Io sono Guido Perboli e sono professore al Politecnico di Torino. მოგესალმებათ ყველას, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის და ბედნიერი არის იმ გამართლებისათვის, რომ დღეს ჩვენს გვერდით არის და ის არის პროფესორი პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. Io insegno materie scientifiche, in particolare intelligenza artificiale. ანუ პროფესორი არის ხელოვნურ ინტელექტში. E qualcuno potrebbe pensare perché qualcuno che si occupa di scienza si mette a scrivere poesie. Perché quello che ho fatto dall'inizio a oggi l'ho sempre fatto col cuore
prima che con la testa. აი ვინმე დასვამს იმ შეკითხვას რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე რატომ ვარ მე პოეტი მაგრამ მე დაწყებიდან დღემდე რასაც ვაკეთებდი ყველაფერი ჩემი გულიდან მოდიოდაო ძალიან სასიამოვნოა кайფი დიახ Quindi circa 5 anni fa ho deciso di ricominciare a scrivere. 5 წლის წინ დავიწყე წერა. Questo ormai è il mio terzo volume, pubblicato sempre con l'amico Domenico Polito. ეს არის მისი მესამე გამოცემა, რომელიც გამოსცა გამომცემლობა დომენიკო პოლიტოს გამომცემლობაში ლეონიდე. Sì. Cosa mi porto della Georgia e del premio Iveria? რა მიმაქვს მე საქართველოდან და პრემია ივერიიდან? Mi porto la visione vera della cultura. ნამდვილი კულტურის შეგრძნება. Siamo stati con gli amici Roberta e Santino a rappresentare l'Italia, ma abbiamo visto anche l'Ucraina, la Romania, l'Armenia, mi sto dimenticando sicuramente qualcuno, c'è tante culture insieme a quella georgiana. ჩემს მეგობარ რობერტასთან ერთად ჩამოვედი, მაგრამ ჩვენ შევხვდით უკრაინელებს, სომხებს, რუმინელებს და ეს უკვე კულტურის გაცვლა არის. E questo fa sì che nell'essere diversi riusciamo a diventare e a creare qualcosa di grande tutti insieme. და ეს იმის დასაწყისი არის, რომ ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია რაღაც შევქმნათ ძალიან დიდი. Qualcosa che non è per poche persone elette, intelligenti, ma che è per tutti. ხო, არა მხოლოდ გარკვეული ადამიანები, ინტელიგენტი ადამიანები, არამედ მთლიანად ყველასათვის რომ იყოს ხელმისაწვდომი. E è questo che mi porterò sempre nel cuore. და ზუსტად ამას ვამბობ მე გულით. ძალიან დიდი მადლობა და ერთი თხოვნა რომ მისთვის ერთ-ერთი ლექსი მისი შემოქმედებიდან თუ შეიძლება პოეზიი მოხდეს. Lui vuole sentire una vostra poesia. Prima di leggere poesia, per favore, spiegami il nome di vostro libro. Allora, in tutta la mia produzione e quindi anche in questo libro, io cerco di portare delle fotografie vive. არა მხოლოდ ეს წიგნი, ყველა ჩემ წიგნში მინდა მოვიტანო აი წარმოსახვა იმ ქაღალდების, რომლებიც ჩემს მეხსიერებაშია. In questo libro in particolare porto le storie di persone famose come Ulisse e di persone comuni come una donna che cammina domenica mattina per una via. ეს ისტორია არის ძალიან დიდ ადამიანებს, ეს წიგნის კრებული არის და ლექსები დაწერილი ძალიან დიდ ადამიანებზე და არის კონკრეტულად ერთ-ერთ ქალბატონს ეძღვნება. E parlo della nascita, della vita, della morte, ma come dal dolore e dalla morte noi abbiamo una nuova rinascita. და რაც მთავარია, მე ამ წიგნში ვსაუბრობ, რომ ყველაფერი იბადება, შემდეგ ცხოვრება გრძელდება, შემდეგ არის ტკივილები, შემდეგ ყველაფერი ქრება და ქრება იმიტომ, რომ ჩვენ თავიდან დავიბადოთ. და საინტერესოა. Bravo. L'uomo invisibile. Lo vedrai camminare per strade, gremite dalle ombre di uomini occupati a guardare lo sfavillio della materia. Poi lo guarderanno, il grigio volto sfocato. Nessuno lo vedrà.
neudrai la voce calma in parole su futili discorsi per pietire un attimo di attenzioni a menti totalmente rapite da mezzi di distrazione di massa. Lo sentiranno gli astanti, nessuno lo ascolterà. Nessuno lo vede, nessuno lo brama, non le dame in cerca di un principe senza essere mai state principesse, perse tra sogni di glorie sfiorite e l'ebbrezza della bellezza di un bisturi. Non gli agnelli vestiti da lupi alla ricerca di un capobranco dal flauto suadente che canti loro la grandezza del loro essere piccoli e meschini. Vaga, fantasma tra fantasmi, in un mondo in cui gli è preferibile essere uomo invisibile che nudo re del niente. Bravo. ასეც მუსიკა იყო აქ მართლაც და რაღაცნაირად ეს იტალიური ენა მართლა ძალიან ჟღერადი ენაა. Pure qui sentiva come la musica e lui vuole dire come proprio lingua italiano sente come musica. დიდი შინარსი, რაღაც შინარსი იყო, რაღაც ღრმა შინარსი, უფრო რაღაც ალბათ დიდი სიყვარული, მეგობრობა. Allora dentro questa poesia c'è grande amore, come ho capito. ძვირფასო ტელემეყურებლებო, ესე იგი დანტე ალიგიერის სამშობლოდან ჩამოსული ადამიანები მოგეხსენება დანტე ალიგიერი მე-12-13 საუკუნის უდიდესი პოეტი იტალიის ისეთივე უდიდესი როგორც ჩვენთვის არის შოთა რუსთაველი ღვთაებრივი კომედიის ავტორი სწორედ მისი სამშობლოდან ჩამოსული პოეტები კითხულობენ ამ გადაცემაში ლექსებს მოგეხსენებათ რომ ყველა იტალიელი გარკვეულწილად დანტე ალიგიერის გენეტიკური კოდის მატარებელი არის და უდიდესი პატივია ჩვენთვის რომ ისინი დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები არიან. აი სწორედ ესეთ დიდ საქმეებს აკეთებს პრემია ივერია, რომ აი ესე თითქოს ქართველები გახდნენ ისინი საქართველოში. ანუ იტალიელი ქართველები მე ესე დავარქმევდი და რაღაცნაირად ჩვენ უნდა შევძლოთ მეგობრებო რომ აი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ სივრცეში სადაც საქართველო არის მოქცეული მოგესალმებით ახლო აღმოსავლეთში არის ძალიან დაძაბული ვითარება დაპირისპირებები აი ამ ომების ფონზე ან დაძაბულობის ფონზე აი ამ დაპირისპირებების ფონზე პრემია ივერია ქმნის გარკვეულწილად ლანდშაფტს მდელოს ედემს სადაც ხვდებიან სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ცვლიანას, ახლოვდება მათი პოზიციები, არათუ კონფლიქტი, იმდენად ახლა ვფიქრობდი უბრალოდ ლექსს რო კითხულობდა იტალიელი პოეტი, რომ აი რამდენად დაშორებული არის ჩვენი აზროვნება პრემია ივერიის სულისკვეთება და სწორედ აი ეს ძალიან ჯანსაღი პროცესი კონფლიქტთან და ომებთან და აი თუ უფრო მეტი იქნება ესეთი ღონისძიებები კონფლიქტის წარმოშობის რისკიც მოგეხსენებათ იკლებს აი ამდენად დიდ მნიშვნელობას ახალ დიპლომატიას ჩვენ არასოდეს არ უნდა მივანდოთ ხელისუფლებას მხოლოდ ჩვენი ბედი ჩვენც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა იმისთვის რომ თქვა შევცვალოთ მსოფლიო უკეთესობისაკენ და პრემია ივერია სწორედ ამის ძალიან დიდი სწორედ ღვაწლი აქვს ამ საქმეში ის არის ინიციატორი მშვიდობის კულტურული გაცვლა-გამოსვლის ხელოვნების პოპულარიზაციის აი მე მინდა ვთქვა რომ ეს საკვირაო სკოლები რომელიც მე ვახსენე არის უმნიშვნელოვანესი რადგან ქართველი ბავშვები როდესაც იქ იბადებიან მოგეხსენებათ ისინი საქართველოსის ნამყოფები არ არიან არათუ ქართული ტრადიციებზეა საუბარი არათუ ქართული წესჩვეულებებზეა საუბარი არათუ ქართულ სიმღერაზეა საუბარი ქართული ჰაერი არ აქვთ ჩასუნთქული და აქედან გამომდინარე რამდენად მნიშვნელოვანია რომ ასე ვთქვათ არ იგრძნონ მათ მიტოვებულად თავი და საქართველოსდან აი ესეთი კერძო ინიციატივები მათ ასე ვთქვათ მიიღოს მონაწილეობა მათ საქართველოში დაბრუნებაზე და თუ ისინი ჯერჯერობით ვერ ბრუნდებიან იქ ჩავიტანოთ ჩვენი სულისკვეთება იქ გავამხნევოთ იქ მივცეთ ის ქართული რაღაც სული რომელიც ძალიან დეფიციტურია სხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ესეთი ლამაზი სამშობლოა, ლამაზი ქვეყანა იტალია და მართლა ლამაზი სამშობლოდან არიან ისინი ჩამოსულები თავიანთი ქვეყნიდან, ყველას აქვს თავისი, ესე იგი, ადგილი, სადაც ძალიან მშობლიურია
ყოფნა, ხო, აი მაგალითად ქართველისთვის საქართველოს უკეთესი ალბათ მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის იგივე იტალიელისთვის, ხო, აი რეჯო კალაბრიელის რო ვკითხოთ დამეთანხმება ქალბატონი თამარი რომ თქვა იმ ხარის და იტალიაზე უფრო ძვირფასი ქვეყანა თუმცა მსოფლიოში შეიძლება ისე იგივე გერმანიის ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა გამოვიდეთ რაღაცა საერთო ხედვიდან, საერთო ინტერესიდან. ბატონო მუზარ, მომედა კიდევ გაგიბრუნდეთ თქვენ და გითხრათ რომ პრემია ივერია მე ვიცი რომ გეგმავს კიდევ თქვათ იტალიაში ასევე ვიზიტს თქვათ ამაისის თვეში კიდევ მე შემდგომში გაქვთ გეგმები აი თქვენს გეგმებზე რომ გვესაუბროთ და აი გითხრათ ერთი-ორი სიტყვით იმაზე რომ თქვათ აი დაფინანსების კუთხით ხომ არ საჭიროებთ თქვათ ან საიდან მიღებთ დაფინანსებას ან თქვათ თუ გინდათ ხარდაჭერა თქვათ შეგიძლიათ გააჟღეროთ ჩვენ ეთერში ასე ვთქვათ თქვენი რაც გნებავთ ის მიმართეთ გაძლევთ ამის უფლებას. მადლობა. მოკლედ ჩვენი გეგმები ესეთი არის, უახლოესი გეგმა არის ის რომ თვის ბოლოს 27-31 მარტი სტამბულს ვესტუმრებით პრემია ივერია იქაური ქართველების, ძველი ქართველების, თურქეთელ ქართველებს რო ამობთ ჩვენებურები მათ შეხვდებით იქ ჩვენ ძალიან კარგი წარმომადგენელი ყავს ბატონი ორჰან ბერიძე ეს არის არაჩვეულებრივი მოქართული ძალიან კარგი მწერალი რა თქმა უნდა ეს იქნება ერთ-ერთი პირველი გასვლა, შემდეგი იქნება ათენი, საბერძნეთი, სადაც ქალბატონი დარიჯან ხამბაშიძე გვეხმარება ჩვენი ემიგრანტია და ძალიან დიდი ღვაწლის მქონე ქალბატონი არის ათენში. რა თქმა უნდა უკვე შემდეგი ეტაპი არის ისევ იტალია, რომი ამ შემთხვევაში, სადაც ქალბატონი ლიაჩიკოვანი გვეხმარება და რა თქმა უნდა კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ჩაერთვებიან ამ პროცესში. მერე უკვე გრძელდება ისევ რეჯო კალაბრია და ასე შემდეგ წავალთ კიდევ ერთ წრეზე ცხადია ევროპის ქვეყნებში რადგან გვაქვს საუბარი, ვერც ვერაულით, ვერც საფრანგეთს, ვერც ესპანეთს და ასე შემდეგ იმ ესეთი დიდი წარსული და დიდი კულტურის მქონე ქვეყნებს როგორებიც ესეთები არიან და კიდე ძალიან ბევრი ქვეყანა. მადლობა ამ კითხვისთვის, მაგრამ ისიც როგორც წესი დაფინანსების თვალსაზრისით ჯერჯერობით ღვთისმადლით თავს ვართმევთ ამ ყველაფერს, თუმცა დაფინანსება არც ერთ პროექტს არ აწყენდა, თუ მით უმეტეს ის ღირებულია და წლებს გაუძლებს. შესაბამისად აქ უკვე როგორც წესი ჩვენ მოგზალებით ვართ იმ თვალსაზრისით, რომ დაფინანსებას მაინც და მაინც არ ვითხოვთ ხოლმე ადამიანებს და ჯერჯერობით თავს ვართმევთ. ამიტომ მე ჩემ კუთვნილ დროს ძალიან დიდი სიამოვნებით გავუნაწილებ ჩვენ სტუმრებს და მინდა რომ ბატონ ალესანდრო რუსომ ერთი ლექსი წაიკითხოს კიდე, იმიტომ რომ ძალიან ლამაზად კითხულობს, აი როგორც ჩვენ დანარჩენი წინა სტუმრები და იმიტომ რომ ის გარკვეულწილად აქვს რაღაცა სამსახიობო გამოცდილებაც აქვს სცენაზე დგას და მომავალ პერიოდში შეიძლება კინოშიც ვიხილოთ ის ადამიანი და მოусმინოთ ერთ-ერთ ავტორს კიდევ. Non l'avevo preparato sto. Se mi dai un attimo, allora tu prepari o parlo due parole, ok? Vai, prepara. ბატონო ნიკოლოზ მოემზადება ლექსის წაკითხვისათვის, მე ვისარგებლებ შემთხვევით და 2-20 სიტყვას ვიტყვი პრემია ივერიის შესახებ, რა თქმა უნდა, ამ თემის შესახებ ტრიალებთ ყველანი, როგორც ვიცით, 13 წელიწადია უკვე პრემია ივერია ფუნქციონირებს, ეს არის ინტეგრირებული პროექტი, არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვადასხვა ეროვნებებს შორის კულტურული ხიდის აშენების და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეც ამ ოჯახის წევრი გახლავართ. რა მინდა რომ გითხრათ, ბატონო ნუგზარ, მე მგონი არ იქნება უხერხული თუ ძალიან ხშირად ვახსენეთ რეჯო კალაბრია, რომელიც ძალიან მიყვარს თავიანთი გუნდით, შემთთვის ძალიან ძვირფასები არიან, მაგრამ მე ჩემი გუნდი უნდა ვახსენო, მატერა. ანუ პრემია ივერია 2024 წელს პირველად იტალიაში დაიბადა ქალაქ მატერაში. 1 minute Alessandro, no, puoi continuare se no. Sì. პირველად დაიბადა ქალაქ მატერაში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არა მარტო ჩვენ ემიგრანტებისათვის, არამედ პრემია ივერიისათვის და მე ამ ეთერით მინდა ვისარგებლო. მატერა არის ძალიან ძირძველი, აი ძველი კულტურის მქონე ქალაქი არის, რომელიც არის იუნესკოს დაცვის ქვეშ და 2019 წელს მატერა შეიძინა ევროპის კულტურული დედაქალაქის წოდება და ესაც ძალიან
მნიშვნელოვანი არის და ალბათ სიმბოლურიც არის რომ ზუსტად მატერაში დაარსა ბატონო ნუქსა. ხო როგორც ვიცი ანუ მატერა არის საოცრება, ვინც მატერაში არ არის ნამყოფი არ თქვას რომ იტალია არ უნახავს. ეგ და ძალიან გავს ვარძიას სხვათა შორის რაღაც. უფლისციხეს და ვარძიას. და რა მინდა რომ გითხრათ, მე მინდა ვისარგებლო ეთერით და ძალიან დიდი მადლობა მოუხადო ჩემი მატერის გუნდის წევრებს, ორგანიზატორებს, თითოეულ მათგანს, ინგა ივანეიშვილს, შორენა დუმბაძეს, მანანა ტაპატაძეს, ფრანჩესკო ფესტას, ბრუნო ფინამორეს, გურანდა გაბრავას და ჩვენი გუნდის ახალ წევრს ანა ქურასბედიანს და მინდა ხაზგასმით გავღნიშნო ქალბატონი მაგული ღვინიაშვილი არის ორჯერ ლაურეატი პრემია ივერიის და არის მოადგილე პირადად ჩემი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა რენატო ფესტას და პაულო გრეკოს მათი ხელშეწყობით და ზუსტად პაულო გრეკოს ხელშეწყობით მოხდა რომ პრემია ივერია 2025 წელს მოხვდა სამთავრობო ღონისძიებების ნუსხაში. ჩემო ძვირფასებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ქალბატონ მანანას დიდი მადლობა, რომ ერთ-ერთი ხელშემწყობი იყო ბატონ ნუგზართან ერთად და ქალბატონ ნინო მოდრეკილაძესთან ერთად, რომ მე პირადად გამოვეცი წიგნი, რომელიც არის ათენაზე ნათარგმნი, ჩემი ლექსების კრებული და ნინო მოდრეკილაძე არის რედაქტორი და ქალბატონი ლილიანა არის იტალიელი რედაქტორი. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ურბაში მადლობა ყველას, ვინც ჩამოთვალა ქალბატონმა თამარმა, ვინც ქართულ საქმეს აკეთებს, ვინც მართლაც ესეთ დიდ ღვაწლებს საქართველოს რა. ანუ ჩვენი ასე ვთქვათ ეს თქვენი ღვაწლი, ეს თქვენი მოღვაწეობა, ეს თქვენი საქმიანობა დაფასებულია, ჩვენ ვხედავთ ქართველები ამას და ძალიან დიდ პატივს ვისცემთ თქვენს მოღვაწეობას. მე უბრალოდ ქალბატონ თამარის მინდა რომ მოამზადოს თავის შემოქმედებით ერთ-ერთი ლექსი სანამ ბატონი იტალიელი ჩვენი პოეტი წარგვითას ლექსს და მე ბატონ ნუგზას ერთობით ვიხუმრებ ფრანჩესკო ფესტა არა ფრანჩესკო ფონტანა სიძეს ნუ გადაუკეთეთ გვარი ქალბატონო თამარ ფრანკო ფონტანა მეორეჯერ შემიშალა Gisent. Ok, leggerò una poesia dedicata a mia madre. Scritto per lui. Allora. Mia sarta madre mia, sorridi ai pensieri quando arrivano nudi, ne misuri le forme e decidi il vestito che più gli si addice, cucendo parole che li possano dire senza ingessarli, senza costringerli ad alzarsi in punta di piedi per allungare qualche bassa ragione. ძალიან ხატრულად კითხულობენ, კიდე აი გარდა იმისა რომ მუსიკალურია, გარდა იმისა რომ რაღაც ძალიან კარგად ისმევა, ძალიან ხატრულად კითხულობენ და აი დეკლამაციაში მე ძალიან კარგი პრეზენტატორები, ძალიან კარგი დეკლამატორები არიან და ნამდვილი ხელოვანები და ძალიან ასე ვთქვათ სამაყვარო ესეთი ადამიანები დღეს ჩემს ეთერში არიან. გავუტან თამარ გისმენ თუ შეიძლება რომ Ha speso un po' di più da me. არ ვიყავი მზად სიმართლე გითხრათ ამისთვის. მაგრამ დავიკითხოთ. სინერგია. Say some more. Oh, yeah. Poesia, yes. Yeah. Sì. Sì. Datemi un istante. Oggi. Microfono. Ok, oggi è il mio tempo, quello in cui rido e piango, il fluire delle emozioni dove limo con la carta vetrata la ruggine dal mio cuore. Oggi è il mio tempo
perché il passato è veleno, fuggito via come un codardo. Il futuro un'inarrivabile chimera che instilla il dolore del possibile. Oggi è il mio tempo, l'unico che l'universo anelo mi conceda. Il mattone che fonda la casa del mio essere mio e tuo al contempo. Lo scalino per un Eden fatto di noi. Bravo. ძალიან საინტერესო პოეზია აქვს, ძალიან ესეთი საგულისხმო სიტყვებია. აბა თუ შეიძლება სხვა თვალებში. ეს არის ემიგრაციის პერიოდში დაწერილი ლექსი, სადაც ერთ-ერთი ემიგრანტის გულის ტკივილი არის და ის უძილო ღამეები. ვეღარ დაუმალე თვალებში სხვა წარსულის დარდი. ან თუნდაც სხვა მშვიდი. ფერი მომწვანო, სხვა მოლოდინის, ფარდა დაუშვით. მე მხიარული გოგო ვარ ეხლაც. სევდა მაძღარი მდედრის ხიმილით და სამადლობო რევერანსებით. შავმაქმანიან თათმანით ხელზე ჭილის ქვდებით წამოუკრიბავ აპლოდისმენტებს პარტერიდან გასასვლელამდე ფარდა დაუშვით. ნუ დამხალეთ. გეყოთ მონტაჟი მე დავასრულე კომპრომისულ და ოპოზიციო როლებზე დავრჩი. სასაცილოა დღევანდელი როლები დასის. შენთან ერთად და მე უშენოდ უკანასკნელ დედოფლად დავრჩი. ერთპიროვნულად მოქმედებდა კანონი შენზე ჩემზე ცალსახად უგავლენო იყო გრძნობები. იქნებ მოველი, არა ეს ისე. ოხ მე მონტაჟე, ნუ აწვალებ ფარდას ფარჩიანს. მე რამდენჯერ შევაბრუნე საათი ქვიშის. სცენის მტვერივით მიმოკვანტე დედამიწის მე ყველა ხაზში. რომ ყველგან ყავდეს სამყაროში და არა სახლში. რა ხაზრი აქვს მე მონტაჟე ფარდის წვალებას. შემომეცალა ხიმილები, ნათფენი დარდით. მელოდებიან, მაპატიეთ, უნდა დაგტოვოთ. ხოლოდ ერთ ნარცის ჩავიბნევდი აწეწილ თმაში. საოცარი სისტემური მოლოდება. მართლაც ძალიან ლამაზი შემოქმედება და თუ შეიძლება ერთი ლექსი რო წაიგდეს მოლოდონ შეიძლება non ce l'hai qui? No, solo di là. Però no, nessuno di noi ha il cellulare qua. No. თუ არის ეს გასაგები. მე მინდა გითხრათ ძვირფასო ტელემოყურებელები უბრალოდ ზეპირად არის ის ჩვენმა იტალიელმა ულამაზესმა ქალბატონმა და პოეტმა თავისი ლექსი და აქედან გამომდინარე ცოტა მოუმზადებელია დღეს და ვერ წაგითხავთ კიდევ მეორე ლექსი, ერთი ლექსი რომელიც ისში იყო ის წაიკითხა და ჩვენს შემდგომში როდესაც იქნება კი ბატონო. ჩემი ლექსი არის ნათარგმნი, თუ იქნება საშუალება წავაკითხებ ჩემთან. Tu può leggere il mio poesia italiano lingua? Sì. რა წაიკითხავს და მანამდე მინდა კი რა თქმა უნდა მე მინდა Tino, dammi i tuoi occhiali. Ok. ეს ლექსი, რომელსაც ახლა წაიკითხავთ, ეს ამ ლექსმა 6800 კაცში გავიდა 10 პოეტში გავიდა ფედერიჩიანოსის თქვენ საყვარელ სიცილიაში. ლუჩელო ლურჯი ფრინველი. In italiano. Sarebbe tolta la vita a una cerva che lotta con la luna. Microfono mute. Ok. Sarebbe tolta la vita a una cerva che lotta con la luna piena, assordando gli orizzonti con il corpo che spezza. Resto da sola come clone della tua solitudine, solo nel giardino dell'Eden come Eva furiosa e peccatrice. Forse avrebbe venduto gli affreschi del grande Vasari. Michelangelo mi ammutiva nella fusione di colori. Ti insistivo e la luna ebbra mi illuminava la strada. Venduto 9 volte, impotente dalla tristezza e dall'amore. Il vento disperderebbe la musica in rimembranza. Sul cielo rosso avrebbe inciso un cerchio variopinto. L'uccello blu non ti lascerà la sua solitudine. Sotto, nell'ombra di Leperos, si agita con debolezza. Marizia. Grazie.
ლექსი თარგმნილი არის ქალბატონი მანანა ტაპატაძის მიერ. თუ შეიძლება Vorrei aggiungere queste parole. Una trasmissione dove si legge, nella quale si legge poesia, stiamo toccando alla natura umana. როდესაც მე მინდა დავამატომ, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ პოეზიასო, ჩვენ ვეხებითო ადამიანების შინაგან ნატურას, შინაგან სამყაროს. Tu lo sai pure Nuxar, a Reggio Calabria si parla molto della Georgia, perché la Georgia ha ambasciatori culturali che ci danno voglia di conoscere questa cultura e questo paese, e volevo ringraziare appunto Nuxar per tutto il lavoro che fa con la sua squadra, perché so che è un lavoro che non si può fare solo, eppure te vorrei ringraziare per il tuo impegno. ძალიან დიდ მადლობას უხდის ბატონ ნუგზარს, რომ ჩვენ ვართ კულტურული ელჩები სხვა იტალიასა და საქართველოს შორის. მადლობას უხდის რეჯო კალაბრიას ამ ყველაფრისათვის, თანადგომისათვის და ბატონო ნუგზარ ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა მოუხადოთ ჩვენს კონსულს და მის გუნდს ქალაქ ბარისში, ბატონ ირაკლი ქოიავას, რომლებიც ქართველი ემიგრანტების გვერდით დგანან და ძალიან დიდი ხელშეწყობა გვაქვს მათ მიერ. ძალიან დიდი მადლობა ამისათვის. ცხადია. E con Alessandro, Guido e Roberta volevamo fare un regalo, ci siamo fatto questo regalo per noi, ma lo volevamo fare anche per gli telespettatori. საქართველოს სიყვარულის გამო. იმდენად შეუყვარდათ საქართველოს სიყვარულს გამოხატავენ. მადლობა. Come hai insegnato? Madloba. Georgia. დიდ მადლობას უხდის საქართველოს თითეული მათგანი. აი ეს არის ზუსტად კულტურული ხიდი, ეს არის მეგობრობის საწყისი და ზუსტად აი მადლობა თქვენ ბატონო ნუგზარ და მადლობა ქალბატონ ნეკას, გენერალურ მენეჯერს, და აი თქვენ ძალიან ბევრი იშრომეთ იმისათვის, რომ ჩვენ იმას მივაღწიეთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის დან ჩამოსულ ადამიანებს, სტუმრებს ვაცნობთ ჩვენს კულტურას, ჩვენ ვცვლით კულტურებს და ეს არის ძალიან დიდი მეგობრობის საწყისი და რა თქმა უნდა არის საქართველოს პოპულარიზაცია. კი, რა თქმა უნდა. უღრმესი მადლობა ესეთი დიდი საჩუქრისთვის, ესეთი კარგი სიურპრიზისთვის, რომელიც თქვენ გააკეთეთ, ეს არის მართლაც აი დიდი მეგობრობის ნიშანი და სწორედ ესეთი სულისკვეთება უნდა სუფევდეს ორ ქვეყანას შორის, იტალიასა და საქართველოს შორის, მოგხსენებათ ყოველთვის იყო მეგობრული ურთიერთობა, ყოველთვის რაღაცა ძალიან კარგი თქვათ ურთიერთობები. მე მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ თქვენ აი ქართულ ემიგრაციას მინდა მიმართო, თქვენ რასაკვირველი არ ხართ მარტო, აი ჩვენ თითოეული საქართველოში მცხოვრები ადამიანი ვფიქრობთ თქვენზე, ვზრუნავთ თქვენზე, გვინდა რომ რაღაცნაირად თქვენ ყურადღება გამოუჩინოთ თქვენს მიმართ, ვიზნოთ იმაზე რომ თუ საქართველოში არ ჩამოდიხართ, ჩვენ ჩამოვიდეთ და ჩვენ გამოვხატოთ ეს სიტყვა, რომელიც თქვენ გაკლიათ. მე არ შემიძლია არ ვახსენო ცხინვალის რეგიონი, ჩვენი ტკივილი, ჩვენი ოსი დაძმები და ასევე ჩვენი აფხაზი დაძმები, რომლებიც ფიგოს მოწყვეტილი არიან საქართველოს, სადაც ვრცელდება ეს ქართული იურისდიქცია. ჩემო მეგობრებო, ეს კონფლიქტური სიტუაცია თითქოს და რაც ხელოვნურად გამოწვეული მამანი და მამანის მიერ ეს ჩაივლის. ეს არის გარდაუვალი, რომ საქართველო გაერთიანდება. აფხაზი და ოსი ძმები ჩვენთან ერთად იცხოვრებთ. მომავალ ძალიან გაერთიანებულ, ძლიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში, აი ესეთ სახელმწიფოში, სადაც ყველა ქვეყნის წარმომადგენლები ძალიან ამაყად ჩამოვლენ და აქ მეგობრობაზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე, პოეზიაზე ისაუბრებენ. მე მინდა თქვენ მოგიძღვენით ერთი ლექსი და ეს ლექსი მე გავაშკარო ჩემს აი ამ მართლაც დიდებული ეთერი გამოვიდა ბატონო ნუგზარ და ამისთვის უდიდესი მადლობა. რომ გაიყოლა სევდა წამები, თითქოს სოხუმში ცხოვრობდით წინათ და იმ აზრით ვართ განაწამები, რომ ტკივილებით
დავტოვეთ ბინა, ჩვენ წამოვედით გულდაწყვეტილნი, იყავ მშვიდობით, არც ეს გვითქვია, იმ დღეს დაესვა ჩვენზეც წერტილი და ტკივილებიც. არ დაგვითვლია, მე დღესაც მახსოვს ის ნაბიჯები, მას მერე სულ შიმრად ბინდია, რამ დამავიწყოს ჩვენი ბიჭები აფხაზეთისკენ, როგორ მიდიან სამეკლოებზე, რეკმენ ზარები, ისმოდა მხოლოდ დედების ლოცვა, ჩვენ რომ ომს გლოვად მოვიაზრებდით, ბევრისთვის ომი იყო, განცხრომა დრო გაყინული შეგვჩაცრემლივით, იყო კაენის ნასროლი ტყვია, აფხაზებს ვეტყვი, მომეცით ხელი, ძმობა არასდროს, არ არის გვიან ღმერთო, როგორ ზეცაა დღესაც, სიჩუმე ზოგჯერ ხმაური ტირის, ისე მივდივარ ტაძრისკენ, ეხლა თითქოს ღვიძლი ძმა მყავს, შესაწირი, მაინც რა იყო ის თავდადება, მოდდა ვიწყენაც, არ იყო თქვენში და მელანდება თოფი კი არა, ყვავილები რომ გეჭირათ ხელში, წავა ეს გზნობა როგორც ღრუბელი, მაგრამ ტკივილი დამრჩება მარად და მახსენდება დრო უმობელი შავი მიცლი რომ ეხვია ქალაქს ცელმორეული დახვრი წამწამებს, ეტყვი ჩემი ხარ, მკვდარი რომც ვიყო, შენსე ტკივილი ისე მაწამებს, შენსე ტკივილმა ბოლო მომიღო, აი ესეთი ლექსი, რომელიც არის თქვენი ნებართვით ვისარგებლებ ეთერით, რომ პროექტი რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, არის მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევი და პატრონაჟი, მაგრამ არანაკლები დიდი მხარდაჭერა აქვს გაწეული საქართველოს მწერალთა კავშირს. გაბატონმა ყველა გონაშვილს და ნებისმიერ იქაურ თანამშრომელს წევრს ფაქტიურად რეალურად შეიძლება ითქვას, რომ პრემია ევერის მონაწილეების უმეტესობა, ალბათ 90-95% არის არც მეტი, არც ნაკლები მწერალთა კავშირის წევრი და ისეთი წარჩინებული ადამიანები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობა მინდა დავით აღმაშენებლის პრემია, რომელიც მიიღეს დღეს წინ და რაღაც ისე მოხდა, რომ აი ეს ისეთი შინაარსიანი დატვირთული ემოციებით ეთერი გამოვიდა, რომ ეს თითქოს გამოჩნდა და მე მინდა აი ეთერის ბოლოს ეს ძალიან ესეთი ვირშეული წარმატება თქვათ მოგილოცოთ და ძალიან დიდი მადლობა უთხრა მწერალთა კავშირს ამ თანადგომისათვის, რაც თქვენ და იმ დაფასებისათვის, რომელიც გამოიჩინა თქვენს მიერ. მადლობა, მე დღეს პოსტი გამოვაქვეყნე, ცოტა დაგვიანებით ამაიც უნდა მომიტევონ ჩემმა ძალიან უფროსმა და კარგმა მეგობრებმა, განსაკუთრებით მწერალთა კავშირმა, ვინაიდან სტუმრიანობის გამო რაღაც თითქოს აი ყოველ წუთში ვაპირებდი დაწერას, ყოველ წუთში ეტყობა და ალბათ რაღაც ზუსტად არ იყო ის მომენტი, რომ უნდა დამეწერა და ჩემ პატარა პოსტში ესეთი რაღაც ვთქვი, რომ ვალში ვარ საქართველოსთან. ყველა ქართველი ვალში უნდა იყოს საქართველოს და რაც არ უნდა გააკეთო, რაც არ უნდა შექმნა. პირადად მე ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია, შესაბამისად ვალში ვარ საქართველოსთან და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ და ყველა სამისთვის და თუ შეიძლება მიქნებ კურიოზი გადახდათ ამ ადამიანებს აქ ყოფნის დროს. ბატონო, ისეთ რა თქვენ ჩვენი ტელეერის დრო თითქმის ამოიწურა და რაღაცნაირად ტელემაყურებელსაც მინდა 1-2 სიტყვით ასე ვთქვათ დავემშვიდობოთ, ჩვენ უღრმესი მადლობა მინდა მოუხადო თითოეულ ჩემს სტუმარს, რომელიც ასე ვთქვათ იღებდა მონაწილეობას დღევანდელ ეთერში, რადგან ბატონ უზარმა თქვა, რომ ასე კურიოზთან მიმართებაში მე მგონი პროდიუსერი მომიტევებს და თუ არის საშუალება ვთქვათ მადლობა. Per viaggio alla Georgia c'è qualcosa curiosità, qualcosa qualcosa così un po' curiosità per ridere, qualcosa. Ico, contate. Dai, lascia la signora. Dimmi. Abbiamo preso la multa per aver attraversato la strada non sulle strisce pedonali. Italiani. Come abbiamo attraversato il passaporto, ecco. Abbiamo capito che საცალფეხო გადასასვლელზე არ გადავიდნენ და როგორც იტალიაში ქართველმა პოლიციამ გამოუწერა ჯარიმა. Non ti offendere Alessandro, ma poi non siamo a Napoli. Non siamo a Napoli. Non siamo a Napoli. Napoli può andare avanti dietro. ალბათ ეს ქვითარი უნდა შეინახოთ ჩარჩოში. Abbiamo chiamato lui.
Questa scontrino bisogna Sì. mettere proprio Il le cornice. con cornice mettere per ricordarsi. ესეთი სახალისო ეთერი გამოვიდა ჩემო მეგობრებო მე ერთი კვირით გემშვიდობით შეხვდებით პარასკევს 10 საათზე უღრმესი მადლობა ჩემს სტუმრებს უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენთანგანს ყურადღებისთვის მოსმენისთვის გაზრდებისთვის და მეგობრებო ბოლოს მინდა გითხრათ რომ სიყვარული ერთიანობა სიკეთე ურთიერთთანადგომა ურთიერთპატივისცემა ამას აი ამ უდიდეს ასე ვთქვით ღირებულებებს ალტერნატივა არ აქვს გემშვიდობით მომავალ შეხვედრამდე მეგობრებო დიდი მადლობა მადლობა თქვენ. გაგვიხარდება რაღაცებს.